დიდი მადლობა, ვინც შემოგვიერთდა. მეორე კომპიუტერი მომაწეს შეგვერცუთეთ. ვაწესრიგებ, რომ დავიწყოთ მუშაობა. გამარჯობეთ ვიღოთ მეგობრებო. ეს ჩვენი პირველი Facebook კონფერენცია 4 ოქტომბრის შემდგომ. 4 ოქტომბერი ჩვენს მიერ იქნა ხაზგასმული, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. ყველა მასალა ჩვენი, რაც მანამდე ვთქვით, დევს Facebook-ზე. ყველა შეუძლია შეადაროს ჩვენი პროგნოზები გამართდა თუ არა. აშკარაა, რომ ჩვენ მივდივართ ბარაბას გზით, ეს არ არის ქრისტეს გზა, ეს არ არის დავით აღმაშენებლის გზა. არ შეიძლება დაპირისპირების გზა იყოს საქართველოს მომავლის გზა. სამწუხარო არის ის, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ღრმავდება დაპირისპირება, კონფრონტაცია. ვიღაცას გონია, რომ გაიმარჯვა, ვიღაცა ფიქრობს, რომ დამარცხდა, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ვიღაც დამარცხდა, ყველა გამარჯვებაზე საუბრობს და ფაქტია, რომ საქართველო მარცხდება. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ქართული არ არის. რა უბედურებაც ჩაიდენეს ლიდერებმა,
მხედრობაში მაქვს ქუჩის აქციების ლიდერებმა ეს კატასტროფაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კატასტროფაა ის რომ ხელისუფლებას გონია რომ გაიმარჯვა. ჯერ ერთი რომ შენ ხალხზე გამარჯვებას არ უნდა ზეიმობდე. არ შეიძლება თქვა რომ მე არავითარი თანაგრძნობა არ მაქვს იმ ხალხის მიმართ, ვისაც ვიჭერთ, ვინც დავიჭირეთ. ნებისმიერი ადამიანის მიმართ თანაგრძნობით უნდა ვიყოთ. ტრის მიმართაც ბიბლიაა გადაგდებული გვერდზე, აბსოლუტურად ბიბლიური არ არის არაფერი ქმედებაში ხელისუფლების, არც ოპოზიციის, მხოლოდ და მხოლოდ მუსკულებზე აყურება, მხოლოდ და მხოლოდ დაჭერები. ტრიბუნასთან მივიდა ოპოზიცია და გამოაცხადა დაჭერები, ჩაატარა ოპერაცია ხელისუფლებამ და დაიწყო დაჭერები. საქართველოს არის აწყობილი სწორედ ამაზე. სამწუხარო ის არის რომ ხალხშიც ეს განწყობაა რომ დაიჭირე, ესროლე, მოკალი, ჩამოვაგდე, გაანადგურე, ალაგმე. ის რაც ყოველთვის მიუღებელი იყო ქართველი კაცისთვის და მტრის მიმართაც კი არ იყო ასე განწყობილი, მტრის მიმართ, შემოსული მტრის მიმართაც კი ასეთი ველური განწყობა არ ქონია ქართულს, თანაგრძნობის განწყობა ქონდა. არც ოპოზიციაში, არც ხელისუფლებაში ამდაგვარი არ არის. მოდით, ეხლა გადავიდე რეალურად კონკრეტულად. ჯერ ერთი საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. დიდი ხანია ვსაუბრობთ ამაზე და ოპოზიციას ქმნის ხელისუფლება. ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ქმნის თავის ოპოზიციას, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 1992 წლის შემდგომ განსაკუთრებით ყველა ხელისუფლება ირჩევდა თავის ოპოზიციას და ირჩევდა ისეც, რომელიც ადვილად იქნებოდა სასამარცხებელი და ვისაც ირჩევდა, იგიც კმაყოფილი იყო, იმიტომ რომ მასაც გარკვეულწილად დიდი ადგილი ეჭირა სახელმწიფო სისტემაში. შევარდნაძემ აირჩია აღორძინება და ვხედავდით იმას, რომ ხალხში განწყობა იყო ის, რომ აღორძინება და აბაშიძე ვერაზულს ვერ გაიმართლებოდა საქართველოში, მაგრამ კმაყოფილი იყო აბაშიძეც, კმაყოფილი იყო შევარდნაძეც, იმიტომ რომ რეალურად ხელისუფლება ესე იგი უმრავლესობა ქონდა შევარდნაძის პოლიტიკურ ძალას, აბაშიძე იყო კმაყოფილი, იმიტომ რომ მეორე ნომერი იყო და რეალურად ინაწილებდა ხელისუფლებას ქვეყანაში. და სრული ის ქონდა დამყარებული დიქტატურა თავის ტერიტორიაზე ან ვაჭარაში. სააკაშვილის შემთხვევაშიც მოხდა ანალოგიური. მან ამოირჩია ოპოზიციად, ამერიკელები და ყველა დაარწმუნა, რომ ის პარტიები, რომლებსაც არავითარი გავლენა ქვეყანაში არ ჰქონდა, არ ვაკონკრეტებ ხოლმე, იმიტომ რომ ისინი დღესაც არიან პოლიტიკურ არენაზე და არ მინდა რომ მათთვის ეს გახდეს როგორც იტყვიან რაღაც ეს იყო ძალიან ცუდი რამ და ამას ხაზი მინდა გაუსვა. ესე იგი ხელისუფლებამ სააკაშვილმა აირჩია ის, რომელიც აწყობდა მას, რომელიც ვერ აზრობს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მოვიდა ბიძინა ავანიშვილი და მან აირჩია ნაციონალური მოძრაობა, ისედაც იყო ის, არავითარი სხვა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა ადვილია. ხაზგასმით მინდა აღნიშნო, ხელისუფლება, რომელიც თვითონ ქმნის ან ირჩევს თავის ოპოზიციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ და ინაწილებენ ხელისუფლებას. ეს ძალიან მძიმე, ქვეყნისთვის მძიმე შეთანხმება პარტიებს შორის ძალიან კარგად მუშაობს, გამოყენებულია ყოველთვის, გამოყენებული იყო ეხლაც და აი ნახეთ ეხლა რა სიტუაცია შეიქმნა. მე ჩემ მოსაზრებას მოგახსენებთ, ხვალ შევეცდები რომ კიდევ უფრო გავაღრმავო ეს იმ გადაცემაში, რომელიც ტელეკომპანია ქართულ ტივიზე, ჩემს საავტორო გადაცემაში მექნება 4 საათზე. დღეს უბრალოდ აი ამ შეხვედრები მაქვს და დღეს ამაღამ კიდევ ვიმუშავებ, გავაანალიზებ, ხვალაც რაღაც გარკვეული შეხვედრები მექნება, რომ უფრო სისტემატიზაცია გავაკეთო ჩემი მოსაზრებების და შეხედულებების და რეალურად
მეცნიერთა კონგრესის ყველა წევრს ჩვენ მივმართეთ, რომ ვისაც გაქვთ სურვილი, გამოდით, დღეს გამოვიდა რამდენიმე, ხვალ ბატონი ვახში ჟვანია 5 საათზე ჩამოაყალიბებს თავის მოსაზრებებს, მე სხვებს, რომ ჩვენ იქეთ კვირის დასაწყისში უკვე რეალურად შევძლოთ, რომ რაღაც სერიოზულად ჩამოყალიბდეთ და ჩვენი მოსაზრებები ესე იგი მოქმედებაში მოვიყვანოთ. ოპოზიცია არ არსებობს იმიტომ და დასრულდა მაშინ, როდესაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. საქართველოში 48% ხმა მიიღო ოპოზიციამ. 48 კი არა, 25-30-იც კი სანატრელია ნებისმიერ ქვეყანაში. და უარი თქვეს ამაზე. რატომ იყო არჩევნებში მონაწილეობაზე დღეს შეცდომა რატო იყო? თუ არ შედიხარ პარლამენტში იმის გამო, რომ არ ცნობ ამ ხელისუფლებას, მაშინ არ უნდა მიიღო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ კაი ადამიანებო, ამოდენ აქ, ესე იგი, თითქმის ნახევარმა ამომრჩეველმა საქართველოს არა, როგორც ამბობენ, საქართველოს დაგვიჭირა მხარი ხელისუფლება ამბობს, არა. ესე იგი, ამომრჩეველთა ნახევარმა თითქმის დაგიჭირათ მხარი საპარლამენტო არჩევნებზე, თქვენ უარი თქვით და დაიწყეთ გარე-გარე ცირბილი, რომ აი ხელისუფლების საწინააღმდეგო და ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და ასე შემდეგ. თავისთავად ეს იყო შეცდომა. იმის შემდგომ შეცდომა იყო საპარლამენტო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. პარლამენტში არ შედიდა საკრებულოს შეცდომა რა შეგაცვლებინებს, ან რა იქნება, რა უნდა გაკეთდეს. ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა. ესე იგი, ხელისუფლებას რა პრობლემა ჰქონდა? განწყობა ხალხში არის ანტისახელისუფლებო. წუხარ ამას ძალიან. მე არ მახარებს ეგ, იმიტომ რომ საქმე არ კეთდება, რეალურად ქვეყანაში არის ბრძოლა პარტიების და არა ქვეყნის წინსვლა. და ეს არის ყველაფერი მოჩვენებითი. ბრძოლაც მოჩვენებითია და ის რეიტინგებიც მოჩვენებითია. აი ამიტომ ვინმეს გონია რომ მივდივარ წინ. აჩვენეთ ერთი ადამიანი, თქვათ აი 5-10% შეიძლება იყოს 13 წლის განმავლობაში, რომელსაც უკეთესობისაგან წაუვიდა საქმე, საქართველოში ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. ეს იყო წინა პერიოდებშიც და არის ახლაც. საქართველოში არ არის პოლიტიკური პარლამენტი, საქართველოში ფულის ტომრები და ფულიანები არიან პარლამენტში, ხელისუფლება არის მდიდარი მონების, ანუ თუ ხარ მონა იქნები ხელისუფლებაში და გამდიდრდები და იმ სიმდიდრესაც შეინარჩუნებ. ეს წარმოუდგენლად მძიმე რამეა, რასაც ვამბობ, რომ რეალობაა. მე მივესალმები იმას, ვინც შეეკამათება ამას და შეკამათება კიდე მე აქ კი არ ვამბობ, რომ აქ Facebook-ზე და ყველა ღია სატელევიზიო გადაცემა ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6 საათამდე არის მეცნიერთა კონგრესის დრო და მომგზავნით და ვიკამათოთ. დღეს ერთ-ერთი ურთულესი გადაცემა იყო გიორგი თავდგირიძის, თენგიზ დიხამენჯიას და ჩემი მონაწილეობით. რატო? იმიტომ რომ ორი გადაცემა ჰქონდა წინასწარ ბატონი გიორგი დიხამენჯიას და თენგიზი ამ შემთხვევაში არბიტრის როლში უფრო გამოდიოდა, იმიტომ რომ ბატონი გიორგი იყო მომხრე იმისა, რაც ხდებოდა ქუჩაში და ჩვენ ამას მე ხვალზე კიდე დავდებ როგორი იყო ეს ჩვენი გამათება. მე ვეუბნებოდი რომ საერთოდ ქუჩის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ქუჩას მაშინ აქვს აზრი, როდესაც მომზადებული გავდივარ. რა მომზადებაზე იყო ლაპარაკი? ვამბობდით ელემენტარულ რამეს. როცა გამოდიხარ მოძრაობის ლიდერი და ამბობ რომ ჩვენ გეკითხებით, ვინ ხართ თქვენ, რას ნიშნავს ჩვენ, ვინ არის? დილამდე, ანუ წინა საღამოდი არ ვიცოდი და აღმოჩნდა მე 6 კაცი და 6-ვე ნაციონალური მოძრაობის. ვისთვის იყო ეს მხარდაჭერა? ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ხელისუფლებას უადვილდებოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრაქტიკულად ყველა ვინც იყო იქ, იყო ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებული ადრე. ეს ერთი. ესე იგი, ჩვენ არ ვიცოდით ვინ იყო, შტაბი ვინ იყო. მეორე. არჩევნებამდე რამდენიმე ამ დღემდე 4 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე ქურდის ქორწილში მიდის პაატა ბურჭულაძე და ქურდის შვილის ქორწილში და მე იცავს თავს და ამბობს რომ ის ქურდი ჩვენ მხარეს არისო. ნუ ეს წარმოუდგენელია ახლა ასეთი რამ მე ვიცი რომ გაანახევრა ამან იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სურვილი ჰქონდა რომ ისულიყო ამის შემდგომ და უამრავი ადამიანი ნახე. ასეთი. მე ჩვენ ვეკითხებოდით პროგრამა რა არის? ჩვენ იმ დღეს ვიწყებთ და ვამთავრებთ. ჩვენი პოზიცია ეს ილუზია, ეს წარმოუდგენელია ეს. ხალხს ატყუებთ და ვიღაცის თამაშს თამაშობთ.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არის თამაში სახელისუფლებო. ბიძინა ივანიშვილი უკეთეს ვერ მოიფიქრებდა, რაც გააკეთა ოპოზიციის ლიდერთა გუნდმა, ეს იყო დიდი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის და მეორე დიდი საჩუქარი გაუკეთეს მათ, ვინც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. აქ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე კი არ არის საუბარი. ქვეყანაში არის საუბარი იმაზე, რომ დამთავრდეს ანონიმური მმართველობა და დაიწყოს სოლიდარული პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისთვის. ერთი კაცის გუნება განწყობით ცხოვრობს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში. ეს ხო ასე გაგრძელება ხო შეუძლებელია. და მით უფრო თქვათ, როცა ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ესე იგი თათათფირების კულტურაზე, პოლიტიკურ კულტურაზე, აი კიდე ხო შეიძლება რაღაცა აიტანო. როდესაც 13 წლის განმავლობაში ერთი შეხედვა პოლიტიკურ პარტიებთან არ გაგიკეთებია, არ მოგისმენია, არავის აზრი არ იცი, ჩაკეტილი ხარ, ხალხსა და ღიად არ დათათფირები ხარ, არაფერი და ეს არ უბრალოდ კიდე ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ქვეყანას. ყველა ადამიანს, რომელიც დღეს ვინმეს უჭერს ფარს, ყველას გეკითხებით, რომ კი ბატონო, იყავით, ვისაც გინდათ ხარი დაუჭირეთ, გინდათ იმას ბიძინა ივანიშვილის და გინდათ მიხეილ სააკაშვილის. თქვენ თუ ან ბიძინა ივანიშვილში, ან მიხეილ სააკაშვილში ხედავთ საქართველოს მომავალს, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ვინც ამას ხედავს. ეს ხო წარმოუდგენელია ყველაფერი. და ყველაფერს ვამთავრებთ უძღვაბრალებთ ჩვენ უცხოეთს და ვითო იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამ ეს ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებდა. ამ ხელისუფლების პრობლემა იყო, რომ არჩევნების გაყალბების გარეშე არჩევნებს ვერ მოიგებდა. რომ ეს ყოფილიყო თავისუფალი და ნამდვილი არჩევნები. მაგრამ გაყალბებას დიდი რეაქცია რო არ მოყოლოდა, ამიტომ კარგი იყო ის, რაც გააკეთეს ლიდერთა გუნდმა. უმძიმესი გაყალბებები მოხდა არჩევნებზე ახლა. უმძიმესი. მაგრამ ლაპარაკობს ვინმე გაყალბებზე. ყველა ლაპარაკობს იმ აქციაზე და პრეზიდენტის სასახლეზე მისვლაზე. ანუ იმ გუნდმა, რომელმაც ეს ჩაიდინა, მან ბიძინა ივანიშვილს მიცა საშუალება, რომ რაც უნდა ის ციფრები დაეწერა არჩევნების შედეგების მიხედვით. არავინ ამის არც გამკრიტიკებელი არ არის, არც გამკონტროლებელი არ არის, იმიტომ რომ ის რაც მოხდა პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმით, ეს იყო ანტიქართულიც. არავისთვის სასარგებლო, ხალხისთვის არა, ინტიმზე მისული გულწრფელი ადამიანებისთვის არა, ესე იგი ქვეყნისთვის არა. ეს იყო კარგი ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს იყო იმ გუნდისთვის, ვინც აყალბებდა არჩევნებს და გააყალბეს წარმოუდგენლად. მე ვთქვი რამდენიმე და ავტობუსის ნომერიც ვიცი და ყველაფერი მძღოლი. ტელეფონზე ელაპარაკება პიროვნებას და ეუბნება რომ მე რა გავქნა მეტიო, ჩემი იმისიც მივეციო მოწმობაც და 10 მოწმობა ჩავარე მეზობლების და ახლობლებისო. და სადარბაზოებში შეხვედრით და ლიფტებში წარწერა იყო რომ დავიბრუნოთ ჩვენი პირადობის მოწმობები. რა იყო გასაკეთებელი მარტივი რამე, რომელსაც მე ვიტყვით ბოლოში და ხვალ კიდე უფრო მეტად ჩამოვაყალიბებ, არავით არის. მე როცა მეკითხებიან არჩევნებზე, რატო არ მიდიხარო, მე ბოიკოტს კი არ უცხადებ არჩევნებს. მე ვხედავ რომ არჩევნები ყალბდება და ყალბდება усულგულოდ და ყალბდება წარმოუდგენელ მასშტაბებში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადამიანებს უკვე დაეკარგათ იმის იმედი, რომ არჩევნებით რაღაც გაკეთება შეიძლება. მე გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვისაც იჭერენ, იმიტომ რომ საქართველოში როცა ხალხს დაეკარგა იმედი, რომ არჩევნებით რაიმე შეცვლა შეიძლება, ხვალ ზეგ მასე კიდე მოხდება ისეთი რამეები, რომელიც გუშინ წინ, იმიტომ რომ როცა არ რჩება სხვა იმედი და არა და ადამიანთა ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს კარგ შედეგებთან ვერ მიგვიყვანს, რა თქმა უნდა კიდე გაგრძელდება ეს ყველაფერი და ვხედავთ აგერ იმის შემდგომ გაგრძელდა ეს 2 დღე წავიდა. ვიმეორებ რომ ის რაც ორმა გუნდმა, ერთმა გუნდმა არჩევნებში მონაწილეობით და მეორე გუნდმა ესე იგი ამ აქციით, რომელიც პრეზიდენტ სასახლისკენ მიმართულების აღებით იყო, ეს ორთავე გუნდის მოქმედება, პოლიტიკური გუნდის მოქმედება, ეს არ არის ოპოზიციის მოქმედება. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ესენი გაიყიდნენ, არ მინდა ვიფიქრო, თუმცა ხალხში ეს განწყობაა. მე იმასაც კი ვფიქრობ, რომ ბატონი ზოდელავა, რომელიც განვისთი ძალიან დაჭერილია, მე ციხეში ვждობი ნებისმიერი ადამიანის მიმართ, აი გულწრფელად თანაგზნობით ვარ, იმიტომ რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა, მას ციხე არის უბედურება, ციხეში გასწორებული კაცი არ მინახავს. ესე იგი, საქართველოს ციხეები აავსო,
სააკაშვილმა საქართველოს ციხეებს ავსებს ბიძინა ავანიშვილი ხელისუფალი არის ის, რომელიც არ ქმნის სიტუაციას იმის, რომ დასაჭერი გახდეს ბევრი. საქართველოში ბიზნესია მოწყობილი ისე, რომ ვისაც გინდა დაიჭერ, პოლიტიკაა მოწყობილი ისე, რომ ვისაც გინდა დაიჭერ და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ვინც მოქმედებს აგრესიულად, ის არის დამნაშავე. ვინც ქმნის ამ პირობას, რომ ადამიანებში რომ არის იმის განწყობა, რომ აქ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ შეიძლება, ეს ადამიანები არიან აგრესიულად განწყობილნი. ან ისინი ფიქრობენ, არ უნდა წავიდეთ ქვეყნიდან, ან უნდა შევცვალოთ, არჩევნებით ვერ ვცვლით, მაინც მე რა არის მეორე, ამას უშვებს ყველა, ესე იგი, საერთაშორისო პროექტებიც უშვებს ამას, რომ ხალხს აქვს ამბოხების უფლება თუ ხელისუფლება მიუღებელია. წერია საერთაშორისო ნორმატივებში. აქ უბრალოდ გაკეთებინებენ ისეთ რამეს, რომელიც ჯერ არ რა დეკლარაცია წაიკითხეს, რა იყო ეს. ეს ხო აბსურდული დეკლარაციაა. ის ხო მე დაჭერები რო გამოაცხადეს და თვითონ აღმოჩნდნენ მე ციხეში და მე ხა უკვე სასაცილო გახდა. რა მდგომარეობაშია ქვეყანა, გაშალეთ დღევანდელი გაზეთები. მონებისაა უკვე ეს. ეს გაზეთები მონებისაა, სიხარულია და აი მოშთის ხო გაგიკეთათ, ხო დაგიჭირათ ხელისუფლება. ესე იგი, პატა ბურჭულაძის მიმართ მე მძიმედ განწყობილი ვარ იმის შემდგომ, რაც მე მას ქუთაისში როგორც საპატიო მოქალაქეობა რომ მივეცით თავის დროზე. ეს 92-93 წლების შემდგომ ვაჩუქეთ მიწის ნაკვეთი მწვანე ყვავილაზე და უთხარით, რომ გააკეთე აქ შენი სახელობის კულტურის ცენტრი, ქუთაისისთვის იყოს კარგი რამ და უნიკალური საბავშვო ბაღის შენობა მივეცით, იქ და თავისი ეზო, გარემო რაღაც წარმოუდგენელი, არაფერი არ გააკეთა და გაყიდა ის 50-100 თუ რამდენად 5 რადაც უგაეყიდა, რა უკვე დაში დაებრუნებინა ქალაქისთვის. მე მივხვდი, რომ ეს ფულის კაცია და მე არც გამოურიცხავ იმას, რომ რაღაც აი დიდი ფული ტრიალებდა როგორც ოპოზიციაში, ასევე ხელისუფლებაში, იქეთ ბიძინა ავანიშვილის ფული, აქეთ კიდე გარედან შემოსული და ცალკეული პიროვნებების და ბიზნესმენების ფული და 1000 რაღაც ვარიანტები და 1000 რამეზე საუბრობს ხალხი ქვეყანაში. ფული ასე გაფეტიშებული, ფული ასე გაღონიერებული პოლიტიკურ პროცესში საქართველოში როა მე ეჭვმეპარება დღეს მსოფლიოს რომელიმე კონტინენტზე, რომელიმე ქვეყანაში იყოს. ეს ყველაფერი მოიტანა ბიძინა ავანიშვილმა. ეს არის ქართული პოლიტიკის მკვლელობა, როცა ფულს აფეტიშებ. როდესაც მარნეულში ლაპარაკი არის იმაზე, რომ 100,000 ლარს აძლევენ კაცს, რომ მოხსნას კანდიდატურა. წარმოგიდგენიათ რა ფული ერთ კაცს, რა ფული ტრიალებს ამ იმაში. მე რა მინდა სხვისი საუბარი ამ იმაზე ეგერ რამდენიმე ბიზნესმენს ვეძებდი ამ დღეებში, სად არის თბილისში არ არის, სად ახლა რომ დარეკავ რაიონში, რა გინდა, რა ვქნათ, ხო იცი. და ეს საუბარი მიდის იმაზე და აი მე ერთ რაიონში, ერთ ქალაქში ვიცი, სადაც 15 კაცს დაუძახეს ბიზნესმენს. ვერ გეტყვით ერთად თუ ცალ-ცალკე და ყველას უთხრეს, რომ წავაგებთ არჩევნებს, თქვენი ბიზნესი განუნდება, ჩამოგერწყმევათ ყველაფერი. იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაყიდონ ზულთ იმათ ბიძინა ავანიშვილი და ბუძულთ ეს ხელისუფლება და სწორადაც. მაგრამ რა ქნან, მეტი გამოსავალი არ არის და ის გადაწყვეტილება, რომელიც გორში მიიღეს, აი კანდელაკთან დაკავშირებით, ესე იგი, კანდელაკი მე არ გამოურიცხავ იმას, რომ ასეთ ლაპარაკობდა ხელისუფლება სწორია, მაგრამ 99% აკეთებს ამას. და რატომ ადამიანს ის დაიჭირეს მსოფლიო ჩემპიონი და ტიტულოვანი პიროვნება, რატო? იმიტომ რომ ხალხისთვის ეთქვათ, რომ აი თქვენ სხვები ვინც აკეთებთ ასე, ყველას მოგადგენთ, ხვალ ხედავ ჩვენი პარტიის წევრს და ამოვიძროს მსოფლიო ჩემპიონს და იმას არ ვიცავ და თქვენი ვინ ახართ უბრალოდ ფულის ტომარა დააშენებო და ელოდებოდნენ, რომ დიდ პატივად ვხდიდნენ ეს ბიზნესმენები, ვინმეს რომ დაერეკა, კარის კაცსაც კი რომ დაერეკა ხელისუფლებიდან და ეთქვა, რომ ესე იგი მე ოფისის კარის კაცი ვარ და გითხრეს, რომ ფული მოიტანი აქო, სირბილი წავიდოდა და მიიტანდა. კატასტროფაა ეს აწყდება, რა გიხარიეთ? მე ბატონ ირაკლი გოგავას მინდა დღეს მოусმინეთ უგუშინ გამოვიდა იმედზე. ესე იგი უბრალოდ ვიცნობ ამ კაცს, აშკარად განახლებული კაცია, მომზადებული კაცია, როცა ჩვენ მქონდა მაშინ ამერიკელებთან მუშაობა და ამერიკელებს ეხლა დღეს ხელფას იღებს, როგორც მითხეს ამაში და ნუ ესე იგი რუსების თამათ მომხრე. კი ბატონო, თქვენ არ მოგწონთ ამერიკა, შეგიძლიათ ეს, მაგრამ თქვენ იმას თუ ვერ ხედავთ ხელისუფლება, რომ რუსული განწყობითაა, რომ დუგინი აკეთებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. საქართველოს პირველი იდეოლოგიური მტერი. დუგინი. ნახეთ ყველა ვინც
რუსეთთან კავშირშია, ისინი აი საერთაშორისო ასპარეზზე რო ვიცით, ყველამ ძალიან პოზიტიური განწყობია ჩამოაყალიბა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ ამას თუ ვერ ვხედავთ იმას, რომ აი თქვათ აქ საქართველოში განწყობა როგორია, ანტიამერიკული გაქვს და რუსული რო ამაზე ხმას არ იღებ. მე რა მე არც ამერიკასთან ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ და არც რუსეთთან, მაგრამ პოლიტიკა რო იქიდან არის, კიდევ ერთხელ ვამბობ და გამოკვეთილად. მე მეშინია და დაგვარწმუნა ამარჩევნება. მე მეშინია ქართულ პოლიტიკაში რუსეთში გამდიდრებული ადამიანების. რატომ რუსეთში ვერ მდიდრდები ხელისუფლების ნებართვის გარეშე და მისი მხარდაჭერის გარეშე და რუსეთში ვერ მდიდრდები ქართველი ქურდების მხარდაჭერის გარეშე. ორი მძიმე ძალა. რუსეთის ხელისუფლება და შავი სამყარო. ქურდები. ორთავი არის შენი გამდიდრების მონაწილე. შენ ამ ქვეყანაში რას გააკეთებ კარგს? და ვინც ამას უჭერთ მხარს ხალხო, ესე იგი გეუბნებით რომ ერთი ვინმეს ვკითხო, აი ბატონ გოგოვას მინდა ვკითხო რომ ვინ არის პარლამენტში პოლიტიკოსი? რა უნდა ამდენ ბიზნესმენს პარლამენტში? სად არის პოლიტიკური პარლამენტი ქვეყანაში? სად არის წავიდა ნახევარი საქართველოს ქვეყნის გარეთ? გადის ხალხი. ეხლა დღეს ამ არჩევნების შემდგომ უამრავი ადამიანი წავა, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა მაინც ელოდებოდა რაღაცას. ეხლა უკვე წავა ძალიან ბევრი. ხალხო, თქვენ ესე იგი დღეს გაზეთები რო გავშალე, ერთმანეთს ეჯიბრებიან, როგორ შეძრონ ბიძინავანიშვილთან. და მეორენი არიან, რომ როგორ მიიღო დახმარება უცხოეთის და როგორ აკრიტიკებენ. აქ არ არის ქართული არც ერთია და არც მეორეა. არც ბიძინავანიშვილის ქებაა ქართული, არც ბიძინავანიშვილის ლანძღვაა ქართული. და არც სააკაშვილის ქებაა ქართული, არც სააკაშვილის ლანძღვაა ქართული. არავის ქება და არავის ლანძღვა პოლიტიკაში არ არის ქართული. პოლიტიკოს უნდა მოთხოვო მუშაობა, წესიერება და პატიოსნება. წესიერება არ არის, პატიოსნება არ არის. ჯიბგირობაა, ფულად იქცა ეს პოლიტიკური მოედანი. ასე იგი, მდიდრები არიან ხელისუფლებაში. ჩვენ დაახლოებით დღეს ვაკეთებდით ანალიზს 10 წლის წინ პირველად ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის მტერი არც ქვეყნის გარეთაა და არც ოპოზიციაში არ არის. ბიძინა ივანიშვილის მტერი არის მისავე პარტიაში. ვინ არიან ესენი? ქამელეონები, მაქებრები, ტაშის მკვლელები. დღეს ტაშს უკრავენ, ხვალ დაჭირდებათ გამოვლენ. არ გახსოვთ თქვენ გახარია რა ელაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილი, რას ლაპარაკობდა ღარიბაშვილი, რას ლაპარაკობდნენ პრემიერ-მინისტრები, რას ლაპარაკობდნენ პრეზიდენტები. როდესაც კი რაღაცა იცვლება, იმ წუთში მისი მტრები ხდებიან. შიგნით აქვს უბედურება. რატო? იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური ძალა. არ არის ირაკლი გოგავასოვნები. ეს არ არის პოლიტიკური ძალა. ქვეყანაში პოლიტიკური ძალა არ მართავს. ეს არის მაფიოზური ძალა. მისი ნამდვილ ბრძოლა კი არ არის საჭირო, ბრძოლაა საჭირო საქართველოსთვის. სხვა გამოსავალი ამ ქვეყანაში არ არის. ვიღაცას უხარია დღეს რომ რა და ჯერ ერთი ეს რა არჩევნებია, დავანებოთ თავი, ყველაფერზე უულია რა არჩევნებია ეს. რა არჩევნებია ეს? ეს ესე იგი თბილისის მერი 20% ფარგლებში ამორჩეველმა აირჩია თბილისის მოსახლეობით. ისი მერი ხეში. რისი მერი? თბილისის მოსახლეობის 20% გირჩევს. კარგი, გადავდოთ ეს გვერდზე. ქვეყანაში ერთპარტიული გახდა. კომუნისტურ პარტიას ვებრძოდით, რომ ერთ პარტიას აქვს. საქართველოში ერთი პარტიაა ეს. დღეს ოპოზიცია და ის არ არსებობს, ვინც მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ პიროვნებას დღეს დაურეკე და უთხარი, რომ კი, მაგრამ რაკენი ვერ გადალახემეთ გეტყვი, არაო, მაგრამ დაპირდნენ, რომ 180,000 ლარს მომცემენო. ჭკვიდან რა გორმეთქი, რა კანონში წერი. კიო, დაპირდნენ, რომ მონაწილეობა მიიღე. ესე იგი, გესმით რა არის, ან ვინ მიიღო, ესე იგი, ფულები ვინ მიიღო, ვის მიცეს საშუალება, რომ ასე იგი ხალხი ეტყუებია, ვინ არიან ესენი. ყოველთვის ვამბობდით, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის მათი გარკვეულ პერიოდში რაღაც ისინი ურთიერთობები და ისინი გარკვეული ეხლაც არის ეტყობა და კაცმა არის ის რა თამაშდება კიდე და მე ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ გახარია რუსეთში გამდიდრებული კაცია და რუსეთში მიღებული აქვს განათლებას და ყველაფერი რუსეთში აქვს მიღებული და ამ ხელისუფლებას ეხლა რომ გაახსენდა 9,000,000 ევრო
გადაიხადა პარიზში სახლი რომ იყიდა, ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ არ იცოდით თქვენ, ესე იგი საქართველოში როდის არქმევენ კორუმპირებულს ადამიანს, ვიდრე იპარავს, არა, ქურდობს, ხელისუფლებაშია, კორუმპირებული არ ქვია. წავიდა ხელისუფლებიდან, ვეღარ იპარავს, მაგრამ კორუმპირებულია. რატომ ძველი ნაკურდალის გამო? ესე იგი, როგორ ყავთ დაბმული ხალხი, როცა ესეთი მდგომარეობა აქვს ქვეყანაში. თქვენ ხო ღუპავთ ბიძინა ივანიშვილსაც და ღუპავთ ქვეყანასაც, ვინ ტაშს უკრავთ ამას ყველაფერს. როგორ შეიძლება, ესე იგი, თქვენ ვინმეს გჯერათ, რომ ესე იგი, რომელიმე პიროვნება, რომელიც დაიჭირეს, არ იცოდნენ, რომ ის კორუმპირებული იყო? ან ვინმეს გჯერათ, ვინც დარჩა ჯერ კიდე არ არის ამ დაჭერილი და მოხსნილი, ისინი უფრო მეტი კორუმპირებულები არ არიან, ვიდრე ისინი, ვინც გარეთ გაუშვეს. მაგრამ ესენი მონებად ამბობენ, მონები არიან დღეს. დაჭირდებათ, ხვალ გაუშვებენ ამას. როდესაც გამოვა ვიღაცამ ლექსი მიუძღვნა რა, ესე იგი, პაატა ბურჭულაძის პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ბატონმა ლადო კახაძემ, პაატა ბურჭულაძის შტაბის თავმჯდომარე. ეხლა პაატასის ხო იყო რა, ნუ ესე იგი, ხო წარმოგიდგენია ეს 4-5 წლის წინ იყო, ხო? მისი შტაბის თავმჯდომარე იყო, ლექსი დაუწერა ბიძინა ივანიშვილს. ხმის ამომღები არ არის დღეს, როდესაც დაიჭირეს ის, მე უფრო შეიძლება გავხდე პიროვნება, რომელსაც მიმაჩნდა, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკას არ უნდა გაკარებოდა და არ შეიძლება ქართულ პოლიტიკაში ქურდების მეგობარი და ქურდების ნათესავი ახლობელი იყოს, ვისაც ურთიერთობა აქვს ქურდებთან. არ შეიძლება. მე უბრალოდ განვიცდი იმას, რომ აი ასე დღეს ხო გახარებულია ძალიან ბევრი გაზეთებში ნახეთ, უხარიათ, როგორ აშაკირებენ, როგორ ამასხრებენ პაატა ბურჭულაძეს. აი მაშინ როდესაც აი ასე დიდი სახელოვნებო იმაზე იყო, მაშინ ხო აქებდით და ადიდებდით. ვიდრე ხო იყავით წყნარად, იქნებ ფიქრობდით, ვაი, იქნებ გაიმარჯოს ამ კაცმა და ხმას არ იღებდით. ხმა არ ამოგიღიეთ. მე მანამდე ვაკრიტიკებდი მას. და დავდებ ამასალეს და ვამბობდი, რომ სისულელეს აკეთებს, მე მის ახლობლების საქმით შევუთვალე, რომ დაგიჭერენ, არასწორი გზით მიდიხარ. ჩვენ შევთავაზეთ ის, რომ ესე იგი, გაგვაგებინეთ, ვინ ახართ თქვენ შტაბი და გითხარით, რა პროგრამა გაქვთ. არა, ჩვენ ვიცით ყველაფერი, თქვენ არაფერი არ იცით. ვეუბნებოდი, პოლიტიკა სხვა რამეა, როგორც მე ვერ მიმღერებ, ისე თქვენ პოლიტიკოსი ვერ გახდებით მეთქი. ასე შევუთვალეთ ყველაფერი, მაგრამ დღეს მე თანაგზნობით ვარ იმაზე, რომ მე არ მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც იძულებულს ხდიან გარკვეული, ესე იგი, მაღალი წოდების და მაღალი დამსახურების ადამიანებს პოლიტიკაში შევიდნენ, ვისგანაც არ უნდა იყოს, როგორი სისუსტით არ უნდა იყოს და ესე იგი, ამ ადამიანებს მე იჭერენ. ყველაფრის უბედურების სათავე ქვეყანაში არის ის, რომ თქვენ გონიათ, რომ ვინმე პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად მივიდა იქ 400-500 კაცი არ იქნებოდა. ეს არის ყველა მოწინააღმდეგე ამ ხელისუფლების. მსოფლიოში მიღებულია, რომ ისეთი ქვეყნისთვის მოცულობით, როგორიც საქართველოა, მიტინგზე მისული ერთი კაცი, როგორც მინიმუმ 15 კაცის განწყობას გამოხატავს. ანუ თვითონ ხელისუფლება მას თქვა, რომ 80-100,000 იყო, თუ 100,000 იყო, ესე იგი 1,500,000 განწყობა ყოფილა. ამდენს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. და იმისი 20% ხმა მიიღო კალაძემ. ეს არჩევნები კი არ იყო, არც არჩევნების იმიტაცია არ იყო, მაგრამ იმ ამბავმა, რაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმით მოხდა, გააბათილა ყველაფერი. დღეს არავინ საუბრობს არჩევნებზე და ყველა ლაპარაკობს იმას, რომ ეს როგორ მოხდა და თანაც რა თქმა უნდა ხელისუფლებამ რო დაიჭირა ისინი, სწორია, მე ამაში არავინ არ კამათობს, მაგრამ ვიმეორებ, მოვა დრო და ამ ხელისუფლებას გაასამართლებენ, იმიტომ რომ მას გარემო აქვს შექმნილი ქვეყანაში ისეთი, რომ არჩევნებით სიტუაციის ხელისუფლების შეცვლა არ შეიძლება და ქვეყანაში, სადაც არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ შეიძლება, ის ქვეყანა თუ ამბობს არ აკეთებს, თუ ის ქვეყანა ქუჩაში არ გამოდის, მაშინ მონების ქვეყანა ყოფილა. ასეთი სულელურად არ უნდა გააკეთო, თორე დღეს ამ ქვეყანაში მართლაც არის საჭირო სერიოზული რაღაც, მე სულად სხვა მოსაზრება მქონდა ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ გარკვეულ ჯგუფებში ვთქვით, ამას ნელ-ნელა სხვა იმაზე ვიტყვით და ვნახავ, შეიძლება ისინი გავიდეს ყველაფერი და ნელ-ნელა შევდოთ, გადავიდეთ ამაზე, ხალხმა ხელები არ უნდა ჩამოუშვას. მე ვნახე რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, როგორ მიდიოდა ხალხი, მე გამოვედი სახლიდან და ესე იგი, ეგრეთ წოდებული, აი ლაღიძის ყლებიდან წავედი ფეხით.
ხალხი მოდიოდა განათებული სახით, აი იმედით, გამარჯვების განწყობით მოდიოდა. მე უბრალოდ მეწოდებოდა ეს ხალხი და უყურებდი რომ თქვენ ძალიან მძიმე ადგილზე მიდიხართ. ერთი ორი გამომელაპარაკა, თქვენ არაპირებთ უთხარი მე ასეთ რამეში არ მონაწილეობ, იმიტომ რომ როცა არ ვიცი 26 მაისში მე შეცდომა დავუშვი მონაწილეობა რომ მივიღე, დღეს რაც ვიცი რა იყო 26 მაისს და როგორ იყო უკვე ჩემი თავის მწვენია და მე ვიცი ძალიან კარგად რომ ფულის გარეშე აქ არაფერი არ ხდება და ფულის გარეშე არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში არაფერი არ ხდებოდა. როცა ფული ასე გაპეტიშდა და გაბატონდა ქვეყანაში, ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის ნომერი პირველი. ანუ მე ვნახე ხალხი როგორი განწყობით მოდიოდა, გამარჯვების განწყობით. მე ვნახე ხალხი საღამოს დაახლოებით 11 საათს ფარგლები იქნებოდა. ესე ვნახე უკვე საპირისპირო წამოვედით და უკვე ტირილით მოდიოდნენ დეპრესირებულები, ჩამოსტიროდათ სახე. ის ადამიანები, რომლის განათებული სახეებით მიდიოდნენ, ესე იგი ამ შეგრებაზე, იქიდან წამოვიდნენ ხელებ ჩამოშვებული და დეპრესიულ მდგომარეობაში. ეს რატო ვაკადრეთ ქართველ ხალხს? რატო ვაკადრეთ თქვენ? და ვინ არის ეს ზოდელავა, რომელიც ერთი კვირით ადრე გამოუშვა ხელისუფლებამ, ყველანი ფსიქეში დატოვა. ერთადერთი კაცი, ვინც გამოუშვა ზოდელავა. დღეს აგერ გაუცემული დავრჩი პაატა ბურჭულაძე ამბობს რომ მე არ ვიცოდი რომ იქეთ უნდა წარმოგიდგენია თქვენ, ესე იგი რასთან გვაქვს საქმე? ეს რომ ყველაფერი იყო თამაში ბიძინა ივანიშვილის და მიან მისი ფულით იყიდა ყველგან და ყველაფერი საცოდავი საქართველო ერთი კაცის ჯიბეშია ჩასმული. ოპოზიციაში არჩევნებისთვისაც იყიდა ხალხი და აი აქეთ ამ სახალხო გულწრფელ შეხვედრაზეც იყიდეს ვიღაცეები, ხო? მე ვამბობ, ამ შემთხვევაში თუ პაატა ბურჭულაძე მართალია იმაში რომ მან არ იცოდა რომ ზოდელავა გამოაცხადებდა იმას რომ წავიდე, თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა მაშინ უფრო მძიმე რამეებთან გვაქვს საუბარი. მე მონაწილე ვარ, ძალიან ბევრი აი ეს შეხვედრები ყოველთვის მძიმე რამეები იყო, შევარნაძის პერიოდს ვამბობ და ვარ მონაწილე გარკვეული თათბირების და იცით როგორი იყო საუბარი, სადაც აი სააკაშვილი რო აქტიურობდა გარეთ და ჟვანიას და იმათ რო უნდათ რომ მომისმენია როდესაც ამბობდნენ, ესე იგი ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ ჟვანიასგან მე გამიგონია სააკაშვილი გაიმარჯვებს და ეს უბედურებას მოუტანს ქვეყანასო და მე ზოგიერთი დგებოდა იქ და ამბობდა რომ მოდი თვითონ კლდეში იარაღი ვნახეთ დამალული, თვითონ სადღაც რაღაც ამოვიღეთ რომ რატომ ხდება არჩევნების წინ ყოველთვის გამოფერნება რაღაც საუბრის? რატომ ხდება ყოველი არჩევნების წინ სადღაც იარაღი რომ ნახეს? რატომ არის? ვინმე ხონდა დაფიქდეს იგი, ამათი ფანტაზია ამას ვერ გაცდა ვერაფერს. დღეს ერთ-ერთი მთავარი ჩვენ ალბათ პროგრამულ რაღაცას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენი მოთხოვნები გვექნება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის, რომ მე მინდა დავითათბირო იურისტებთან ერთად და ჩვენ უნდა შევიტანოთ არჩევი და უნდა მოვითხოვოთ, თუ ის საუბარი, რომელიც გამოაქვეყნეს არჩევნების წინადღეებში და აქციის წინადღეებში, თუ ის საუბარი ავთენტურია, თუ ის საუბარი მართლა შედგა, მაშინ მართლა არავით არის დაცვა და ის არ უნდა იყოს აი ამ ხალხის და ესენი აი ასეთი ადამიანებისგან არავით არის სიკეთე არ იქნება, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ხელისუფლების შეფოციცებულია, მაშინ ესეთი ხელისუფლება რა გვინდა? აი ამიტომ წყალდამყოფი ამაზე გადის. მარტო ამ ერთ ფაქტს, რომ ის სწორია თუ არა, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 4-5 ყველაზე, ესე იგი აი ავტორიტეტულ საექსპერტიზო ბიუროებში უნდა მოხდეს ექსპერტიზა. ეს მართლა შედგა საუბარი? თუ ეს ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული? მე მეორე უფრო მგონია. და ვინც ეს გააკეთა, ამაზე ეს უფრო დიდი ბოროტებაა, ვიდრე ის რომ ის საუბარი შემდგარი. ერთი ეს, მეორე, სახალხო უნდა იყოს ძიება იმისა, რომ ეს იარაღი მით უფრო კიევთან დააკავშირეს და რაღაც ისინი რა უნდა გაეკეთებინა, აი ერთ ადგილზე რაღაც აფეთქებას. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს წარმოუდგენელია. მე უბრალოდ გავიხსენე, რომ ყველა არჩევნების წინ ეს როცა იყო რაღაც მომენტები, ყოველთვის იყო საუბარი, მოდი ეს გავაკეთოთ, რაც მესმოდა მე და რაც ესეთი ქალბატონი რომ იყო ახლა გვარი არ მახსოვს, მაგრამ ვინც ეს გაყალბების თეორიები ჩამოაყალიბა და ვერ გამოვიდა საქართველოს აქედან. გოგორიშვილი იყო, გოგორიშვილმა საქართველოს დაუტოვა
ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს, მაგრამ ერთხელ მოსინანულით მაინც გამოვიდეს არჩევნების გაყალბების რაღაც წარმოუდგენელი, აი მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში რომ აზადაც ვერ მოუვათ, ისეთი რამეები მოიგონეს ჩვენთან აქ და ეს ყველაფერი ძალაშია, მოქმედებაშია. საქართველოს თავი მოჭრეს. საქართველოს იმ დღეს რაც მოხდა ეს თავი მოჭრეს. და ვიმეორებ რომ ესე იგი დღეს არავინ ლაპარაკობს იმაზე რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის 100,000 კაც ქუჩაში, ხო? მეტი იყო, მაგრამ 100,000 ხო ყველა მაგიარა. გამოდის არჩევნების დღეს 100,000 კაც. ეს უდრის საქართველოს მასშტაბით 1,5-2 მილიონს. მაგრამ ეს ახალ კრება მაინც არ არის და ტყუილი ეს რაც იმათ უწოდეს. მაგრამ როცა ხალხში ეს განწყობაა და ვისაც გონია რომ ხელისუფლებაში თუ გონიათ რომ ეს პაატა ბრჭულაძის დაძახილზე გამოვიდეს, არის შეურაცხყოფა იმ ხალხის. არ კიდე განცხადება პრემიერ-მინისტრის იმის თაობაზე, რომ ყველა ვინც მოვიდა დასამხობად და ამისის ხელისუფლების შესასვლელად კიდევ უფრო დიდი მიტინგები გაიმართება ქვეყანაში. ამ ხელისუფლების მოწმენა არ შეიძლება. არ უნდა შედგეს დემოკრატიული არჩევნები, არ უნდა შედგეს ეროვნული თანხმობის პარლამენტის არჩევა იმ კონცეფციით, რომელიც მეცნიერთა კონგრესშია. ყველა უკვე ლაპარაკობს იმ პრინციპებზე, რომელსაც მეცნიერთა კონგრესი 15 წელი ესაუბრება ხალხს. 15 წელი არ მიიღეს. ეს ბიძინა ივანიშვილის გადარჩენაც არის იმ კონცეფციაში. და ის პარალელური პარლამენტი, რომელსაც ვქნით ჩვენ, ბევრ შეაშინებენ ეხლა გასაგები, ეხლა დღეს ბიზნესმენი ყველა შეშინებულია, მეცნიერი ყველა შეშინებულია, ყველა ვინც სახელმწიფო სამსახურშია შეშინებულია, ყველა შეშინებულია ამ ეტაპზე სიტყვის თქმას, როდესაც ყველანი ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, რომ როგორ გაეგონ ბიძინა ივანიშვილს ფეხქვეშ. რა უნდა იყოს დღეს, მე რა უნდა შემომთავაზოს, არც არაფერი არ მინდა, მაგრამ აი ბიძინა ივანიშვილმა რო შემომთავაზოს ისეთი რამ, რომელზეც არც მიოცნებია და რაღაც ისა, მე არა თუ არ მივიღებ ამ წინააღმდეგობას. ესე იგი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე პასუხად გავცემ იმას, რომ თქვენ გინდათ საქართველოს გავუკეთოთ კარგი რამე, წადით პოლიტიკიდან. წადით პოლიტიკიდან. და არავინ არ შეგეხება თქვენ. და მეცნიერთა კონგრესს აქვს ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი ხაერივითაა საჭირო, მაგრამ არა პოლიტიკაში. საჭიროა ესე იგი მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ არა ამ ამბიციებით. და ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკოსი. სად არიან პოლიტიკოსები ქვეყანაში? ერთი ხელის 5 თითი არის საკმარისი იმისთვის, რომ პოლიტიკოსები პარლამენტში პრაქტიკულად არ არიან პოლიტიკოსები. ხელისუფლებაში პრაქტიკულად არ არიან პოლიტიკოსები. და ჩვენ გვესმის, აი ნახეთ, როგორ ის არის, რომ აი გამოდის ეს იმახოლექსი დაუწერა ერთმა, როგორც ვთქვით, კახაძემ. აი მან შათირიშვილმა ხო რაღაც სასაული რამეები დაწერა კიდე. და ეხლა გამოჩნდა აგერ, ესე იგი გოგავა და მან თქვა რომ თუ აქამდე ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიული ლიდერი, დღეს ნაციონალური ლიდერი გახდაო. ნუ რა უნდა ილაპარაკო, ნუ აი ხო გეუბნები რაღაცა საზღვარი ხო არსებობს. რაღაც შეიკავო თავი. მე ძალიან კარგად ვიცი რომ არც ერთი ეპოქა ისე ბნელად არ შეფასდება საქართველოსთვის როგორც ნაცვლად იმისა რომ სერიოზული ექსპერტები ლაპარაკობდნენ. ბატონო ბიძინა რაც გააკეთე, თელ მსოფლიოში მიღებულია 10 წელზე მეტი, 8 წელზე მეტი ამერიკაში სასაული პრეზიდენტი რომ იყოს არ შეიძლება. 8 წელზე, 10 წელზე მეტი პარტიები პრაქტიკულად ამერიკაში ორი არჩევნებით შეიძლება ერთმა პარტიამ გაიგო. ორი. ეს არის ძირითადში ერთეულ გამონაკლისებს გარდა 4 წელი, 8 წლით. 8 წელზე მეტი არც ერთი პარტია არ ყოფილა. მიდიან ბრუნდებიან. აი ჩეხეთში რა მოხდა? წავიდა წინა ის პარტია და ჩატარდა ეს არჩევნები და მოbrunდა ისე. გარწმუნებდა რომ უკაცად იმუშავებს. რაში ისი გეშინია? წახვალ თუ იმუშავებს შენზე უკაცად ის პოლიტიკური ძალა რომელმაც შენ შეცვალა კიდე დატოვებენ, თუ არ იმუშავებს დაგაბრუნებენ შენ. მაგრამ პროგრესი იქნება ქვეყანაში და ოცნება პროგრესს აჩენებს ქვეყანაში. ის ტონი საუბრის განწყობა რაც აქვს დამცინავი გამქილიკებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტონი არის არა ბიბლიური, არა მართლმადიდებლური, არა ქრისტიანული და არა ქართული. როგორ შეიძლება ამდენი არ არუობს იმან ქართული საქმე გააკეთოს? როგორ შეიძლება ეს? წარმოუდგენელია ეს, ხო? მე ხვალ შევეცდები რომ
ერთი 10-15 ისეთი რამ ჩამოვაყალიბო, რაც ამ ეტაპისთვის მე ეხლა კითხვას უმაზდებენ აგერ თქვენ რატომ არ იყავით არჩევნებზე? მე ხმა მაღლა ვამბობ. მე არ წავალ არჩევნებზე მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ არჩევნების მეორე დღეს საარჩევნო უბნებში შემოხაზული იყოს არჩევნებზე ვინ მივიდა. აი ადამიანურად გეკითხებით ყველას. ვის მოგწონუ ვართ, ვის არა, გადავდოთ გვერდზე. ადამიანურად და კაცურად გეკითხებით. რა არის ამაში პრობლემა? რომ საარჩევნო უბნებში ხარ სიები გამოქვეყნებული და არჩევნების მეორე დღეს იყოს შემოხაზული ვინ მივიდა არჩევნებს. ხელად გამოჩნდება ამას რომ გააკეთებ, მე ამას რატო ვამბობ? მე ამას ვაკეთებდი იმერეთში, ქუთაისში და იმერეთში. თელს საქართველოში იმარჯვებდა მოქალაქეთა კავშირი. აიღეთ აგერ სტატისტიკა და ნახეთ. იმერეთში ორ ქალაქში იმარჯვებდა მარტო. და რატომ? იმიტომ რომ მე ვამბობდი საარჩევნო უბნებში უნდა იყო ამას რა თქმა უნდა ხელისუფლება მე უნდა არ გავაკეთებთ, მაგრამ მე ვამბობდი მაინც ამას გავაკეთებთ და ხალხი შიშობდა იმ საარჩევნო კომისიაში, შიშობდნენ. და ამის გამო 10 რაიონში იმარჯვებდა ოპოზიცია. 2-ში იმარჯვებდა მარტო მოქალაქეთა კავშირი. მექანიზმები არსებობს, არავით არის ხო რას ვამბობ? აი გეკითხებით ახლა, რას ვამბობ ისეთ მიუღებელს, რომ არჩევნებზე ვინ მივიდა 4-ში, ერთი კვირის განმავლობაში შემოხაზეთ საარჩევნო უბნებში, შემოხაზეთ ის, რომ ვინც მივიდა არჩევნებზე. როდა დავინახავთ ხალხს, რომ არ მისულა არჩევნებზე, ბილეთი ჰქონდა ჩამორთმეული თუ ეს პირადობის მოწმობა, არ მისულა არჩევნებზე, იმიტომ რომ უცხოეთში იყო, ხმა მიცემული როგორ აქვს. რომელი რაც თქვენს რომ მივიდა ამდენი ათა ტყუილი ეს, იმის ნახევარი არ მისულა არჩევნებზე. იმის ნახევარიც. ანუ არჩევნებით დღეს ყველგან, აი თქვა თბილისის მერი 80%-მა კი არ აირჩია თბილისის მოსახლეობის. გარწმუნებით მე ვთქვი, მაქსიმუმი 10%-ია სწორად რო ჩატარებული იყო არჩევნები, მაქსიმუმი თბილისის მოსახლეობის 10%-ის ხმა ექნება თბილისის მერს. და ეს ნორმალურია. მაგრამ 77% კი არა აქვს. დღესაც კი თბილისის მოსახლეობის 20%-ია აქვს მიღებული. და იმის ნახევარია მისული არჩევნებზე სინამდვილეში, რაც იქ გატარებულია. რატომ? იმიტომ რომ ეშინიათ ამის. ხო ხედავთ თქვენ, გქონდათ გარკვეულ პარტიებს, რომ ყველანი არ მიცეს საშუალება და დაუქციეს გავლ. რა პრობლემაა ამაში, რომ იყოს ნაჩვენები და ვიცოდეთ რომელი გვარი შედის არჩევნებზე. მე ვიდრე ეს არ იქნება გადაწყვეტილი, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებთ, ვისაც ღირსება აქვს, უთხრათ რომ როცა საქართველოში მიიღებენ კანონს, რომ არჩევნების მეორე დღეს შემოხაზული იყოს ვინ მივიდა არჩევნებზე, იმის შემდგომ მივიდეთ ყველანი. მანამდე არ უნდა მივიდეთ არავინ. მე მარტივ მაგალითს გეუბნებით თქვენ, რომ მარტო ამ პრინციპის გამო თელ საქართველოში ამის გამო იყო ჩემი ურთიერთობა რატო იყო დაძაბული მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან. მე ამას რო ვაკეთებდი, მეუბნებოდი ნუ აკეთებ ამას. არ შეიძლება ეს რა არის უკანონო? კაცი მივიდა არჩევნებზე და შემოხაზულო იყოს. ესაა უკანონობა? მაგრამ ამით ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ადამიანი რომ მივა ხვალ ძალიან ბევრი დაინტერესებული შეხედავს თავის უბანში, რომ ეს კაცი საფრანგეთშია, ლვაშია, რა ქვია, საბერძნეთში აღარჩევნებზე როგორ მივიდა. ქუთაისში მე რო კენს ვიყიდი, ერთმა 30-მა კაცმა დამირეკა უცხოეთიდან. ბატონო თემურ, ჩვენ მან რეგისტრირებული ვართ და საერთოდ არა ვართ. ზოგი მირეკავდა ჩეხეთიდან, ზოგი პარიზიდან, ზოგი საბერძნეთიდან და ზოგი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვეუბნები მაგალითს აგენ. რამდენიმე სახლი იყო, 4 სახლი იყო, რომელიც არ არსებობდა საერთოდ. ამ სახლებში 600 ამომრჩეველი იყო. ვეუბნებით სახლი არ არსებობს, მისამართი არ არის. ამომრჩეველი როგორ არის? რა არჩევნებია ეს? ეს ბიძინა ივანიშვილის პერიოდში ჩატარებული არჩევნებზე ვლაპარაკობ. ამიტომ მე ნუ მაკრიტიკებთ და ნუ აკეთებთ თქვენ იმ პარტიას და იმ პიროვნებას, რომელმაც ასეთი რამეები დააკანონა ამ ქვეყანაში. აზრი არ აქვს არჩევნებს. არჩევნების წინ ისეთ რაღაცას მოაწყობიებენ ოპოზიციის ერთ ნაწილს, რომლითაც მეორე დღეს აღარ არის ლაპარაკებს, არც გაყალბებაზე არაფერს და იქნება ლაპარაკი მუდმივად თელი 1 წელი ახლა ლაპარაკი იქნება, რა მოხდა და იქნება პაატა ბურჭულაძის, ამათი კილიკი, ლავზვა დინება ყველასი
არავინ არ ილაპარაკებს იმაზე, რომ ისინიც კი რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ვინც თქვენ პარლამენტში არ შედით, ამ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი უღირსები ხართ. და გაცილებით მეტი თქვენ აქ ხელისუფლებამ დაგაპატიმრათ და თქვენ ხალხმა უნდა გამოგიტანოთ განაჩენი. და ხალხმა უნდა მოითხოვოს, რომ თქვენ არაკაცები ხართ. პარლამენტში არ შედით, თქვენ კაი ადამიანი შვილებო. 48% გქონდა ოპოზიციას. და ადგილობრივ არჩევნებში რა გინდოდ რომ მონაწილეობდი არჩევნებში. მაგრამ მე ამის გამო ბოიკოტს არ უცხადებ არჩევნებს. მე ვამბობ, რომ ჩემი პოზიციაა და ძალიან ბევრი გახდება ჩვენ ხელმოწერებს დავეწყებთ. არა მარტო ხელმოწერებს დავეწყებთ, ეს ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებასთან ვსაუბრობდით, რომ სასწრაფოდ ხელმოწერები უნდა დავიწყოთ, რომ პარლამენტარის ხელფასი არ უნდა იყოს 10-ჯერ მეტი, ვიდრე არის მინიმალური პენსია ქვეყანაში. მინიმალური პენსია არის 300 ლარი, 3000 ლარი დეპუტატს. რა ამბავი ეს? 300-400 ლარი იმ ადამიანს, რომელმაც შექმნა ეს ცხოვრება, რომელთა ქონების გაკიდვითაც გამდიდრდით თქვენ და 14-15,000 ლარი თქვენ წარმოგიდგენიათ ამნაირი და 50-ჯერ მეტი? ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა ერთ-ერთი ხვალ ამას ჩამოვაყალიბებთ ყველაფერს წყობრად. ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა იქნება ის, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად. კორუფცია და ნეპოტიზმი. ნახეთ რაიონებში ვინ არიან მდიდრები და ნახეთ მდიდრების შვილები არიან თუ არა საგრებულოებში. ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მტერი გუშინწილ არჩეული საგრებულოებია. ამ საგრებულოების 80%-ს იქ ვიღაც ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანის იქნება. 80%-ს საგრებულოში შესვლის მიზანი ჰქონდა იმიტომ, რომ ფული იშოვოს. რაიონებში მიხვდებიან, რომ ვინ აირჩიეს ახლა. არაფრის გამკეთებლები ესენი არ არიან. გარდა იმისა, რომ რაც გახდა გადარჩა გასაყიდი გაყიდიან, რაც გახდა წასაგდიჯი წაგდიჯენ. ესაა ყველაზე დიდი მტერი ამ ხელისუფლების. ბომბია ეს ამ ხელისუფლებისთვის. ვერავინ ვერ შეძლო. ესე იგი, საქართველოში მე ვეკითხები, ბატონ, ვთქვათ ეს დღეს რომ გამოდიოდა დიდი სამბით და ეს ლაპარაკობდა დღეს იყო თუ გუშინ ბატონი ირაკლი გოგავა, მე ვეკითხები მას და ძალიან ბევრს ვინ ამ განწყობით გამოდიან. 800,000 კაცია შემწეობაზე ამ ქვეყანაში. სულ 2 მილიონი არ ცხოვრობს. 800,000 კაცი შემწეობაზეა. მილიონი პენსიონერია, ნუ გარკვეული რაოდენობაში ერთმანეთი ერთი და იგივე შეიძლება შემწეობა ცხოვრდეს და პენსიას, მაგრამ ორივე ერთად 1,200,000-1,300,000 კაცია. მოსწავლე ხო არის ამ ქვეყანაში, სტუდენტი ხო არის, ვინ არის უკვე ვინც მუშაობს, აღარავინ. წავიდა ყველა გარეთ და მოვყავს აგერ საჭმლის დამრიგებლით დაწყებული და რაღაც ალმაზე ყველაფერი ვინ არიან? არაბები, თურქები, ირანელები. იღუპება ეს ქვეყანა. 13 წელია ხელისუფლებაში ხართ, ბატონებო. 13 წელია. რადაც არ უნდა დამიჯდეს, შევძლებ იმას, რომ ქუთაისში გავაკეთო შეხვედრა თეატრში. ჩემი ყველა მხოლოდ მოწინააღმდეგეები მოვიდნენ, მაგრამ რო ვიტყვი, რომ აი რა იყო, მე რაც გავაკეთე მაშინ და ვინმე მოარყოს. თუნდაც მოწინააღმდეგეები. მოარყოს ვინმე. დღეს ვერ შეძელით ის, რაც მაშინ იმ პერიოდში, როცა ომი იყო. ამ ქვეყნის შეცვლას არაფერი არ უნდა. ამ ქვეყნის შეცვლას უნდა პატრიოტული ხალხი. ხელებ დაკაპიცებული ხალხი და ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი. ფულზე შეყვარებული კაცი ქვეყანაზე შეყვარებული ვერ იქნება. უამრავი რამ არის სასაუბრო. უამრავი. მაგრამ ჩვენ წყნარად შვიდად მეცნიერთა კონგრესში გავანალიზებთ ამ შედეგებს. ჩვენ უნიკალური პროგრამები გვაქვს, უნიკალური. ყველა ლაპარაკობს უკვე იმ პროგრამებზე, როგორც გითხარით. ყველა ამბობს იმას, რომ სხვა გამოსავალი არ არის. ქვეყანა მივიდა უკვე იმ ზღვართან, რომ თუ არ იქნება გაზიარებული მეცნიერთა კონგრესის პროგრამები, კიდევ უფრო მეტ ჩიხში, დაღუპული იქნება ეს ქვეყანა. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა უთხრათ და ყველგან უნდა დავიწყოთ შეკრებები და უნდა უთხრათ, რომ მოგვეხმარეთ, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღებდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა.
რომ პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდეს კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდეს, ესე იგი, 21 პუნქტიანი პროგრამა, მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდეს, რას ნიშნავს სახელმწიფო კაცების აგრებულო. პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდეს, რას ნიშნავს პრინციპი ხალხი ქირაობს ხელისუფლებას. პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერდეს პროექტი მეცნიერების, რას ნიშნავს მართალი ტელევიზია. და ყველაფერს გეტყვით, რომ ესენი 10-15 წლის წინაა ყველაფერი ჩამოყალიბებული. მაგრამ ეს რომ განხორციელდეს, არც ოცნება იქნება ხელისუფლებაში, არც ნაციონალური მოძრაობა, და არც ის ვისინი ეს ოპოზიციაა. თქვენ მითხარით, ერთი ოპოზიცია, აი რომელშიც ინტელექტუალი დგას სათავეში და ფულით არ აქვს მოპოვებული აღარ, მაჩხენით ერთი. მდიდარი კაცი, ღარიბი კაცი კი არა, აი ადამიანი, უბრალოდ წესიერი კაცი მაჩვენეთ იმის სათავეში, პარტიის სათავეში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, რომლებიც გაიყვანეს იქით. ამოირჩია ამ ხელისუფლებამ თავის ოპოზიციად ხაზარაძე. ამოირჩია ამ ხელისუფლებამ გახარია და რა თამაშს თამაშობს კიდე ანის ხელისუფლება და ესენი ერთად გაუგებრობაა სრული. გირჩი, სრული გაუგებრობა, თეორიები როგორი ქონდა, სრული გაუგებრობა. და რა გვინდა ჩვენ? ჩვენ ამ ქვეყნის დაღუპვა გვინდა თუ ამ ქვეყნის ჩვენ ვამბობ, ჩვენ არავის არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით საქართველოსთვის. მე უკვე იმ ადამიანებთან, რომლებიც ან ერთი პარტიის მხარეს არიან, ან მეორე პარტიის მხარეს არიან, ჩვენ უკვე ამ ადამიანებთან მუშაობას ვერ შევძლებთ. მუშაობას იმით კი არა, რომ არ ვთვლით საჭიროდ მათთან დათათბირებას, იმიტომ რომ დღეს რომ პარტიის წევრად დარჩები და დღეს რომ ოცნების წევრი ხარ, ან ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა არ გინდა. საქართველოს 80% მოსახლეობას არც ერთი პარტია არ უნდა. აი ეს არის ძირითადი ძალა, რომელიც შეცვლის ამ ქვეყანას. მეცნიერთა კონგრესი სწორედ ამ ხალხთან იმუშავებს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ერთი 15-20 რაღაც პრინციპს, ხალხს მოვთხოვთ იმას, რომ მოდით მოგვეხმარეთ ამაში. ვისაც გაქვთ საშუალება, რომელიმე ტელევიზიას დემოკრატიაზე რო ლაპარაკობენ, უთხარით ნათესავი ახლობელი ხوارის ტელევიზიაში უთხარით, რა გახდა მეცნიერთა კონგრესის თვეში კვირაში მიეცით 9 საათი 40 წუთი. და თვის განმავლობაში მეტი არა 4 გადაცემა, რომელი ტელევიზიაც კი არის სახელმწიფო თუ ოპოზიცია, მე ვნახოთ ვის დაუჭერს ხალხი მხარს. რატო გეშინიათ ამის გაკეთება? ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. თარგამაძე იწვევს მისი უფროსისადმი ლოიალურად და ვინც მას აწყობს, ვინც აფინანსებს. TV პირველი იწყობს, ესე იგი იწვევს, ვინც მათ აწყობს. რა ჩვენზე უკეთესი ანალიზები აქვს, ლაპარაკი იციან, ჩვენზე უკეთესი გზა გავლილი თუ წესიერება ვიწუნებენ, თუ რას ვიწუნებენ, რატო არ გაზდებენ ხმას? შიში. ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი პარტიული ბრძოლის, პოლიტიკური ბრძოლის ყველაზე მთავარი ინსტრუმენტია იგნორირება. სამწუხაროდ, ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთნაირად იგნორირებს განათლებულთა გუნდს. ამ შემთხვევაში მეცნიერთა კონგრესს და მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს. როგორ შეიძლება იმ გუნდს, იმ ხალხს, რომლებსაც ეს პროგრამები დაუგზავნეთ, წაიკითხეს, კი მაგრამ ასე შეიძლება, რომ რიგით ადამიანს ეუბნები, უშენ სენაკში ვიყავი, რამდენიმე პიროვნებას დაურეკე და დღეს 2-3 დამირეკა, მადლობა მითხრა, წავიკითხე, იმედი მომეცაო, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა. რა პრობლემაა იმისი, რომ მოსახლეობასთან ჯერ ერთი ყველა დოკუმენტი, რომელიც გამოვეცით, მანდა მაინც იქ ჩამოვიდა წყალი, და რაც ახალი წლის ღამე, როცა იქ არ ვიქნებოდით და ჩამოვიდა კანალიზაცია და ყველა დოკუმენტაცია გაგვიტახსირა, გაგვიფუჭა. რაღაცნაირ წიგნები და ჩვენი ბროშურები რაც ჰქონდა, უდიდეს ზიარი მოგვაყენა. ტელევიზიაში ვინც ტელევიზიის მხარდაჭერას ვერ ახერხებს, მონები ხართ ყველანი. 1 ლარი, 2 ლარი, 10 ლარი, 100 ლარი და 200 ლარის ფუნქცია იმისა პრობლემა ძალიან ბევრია. 1 ლარის პრობლემა ხო არ აქვს, 2 ლარის პრობლემა ხო არ აქვს.
რომ აფხელა კაცები იდგნენ, მერაბ ბერძენიშვილი იდგა ტელევიზიის სათავეებიდან, რეზო ჩხეიძე, აზორ რკომაიშვილი, ესე იგი გივი თოიძე, ესე იგი საოცად ისეთი ხალხი ომარ ხეიძე, ტარიელ ხარხილაური, რომან ურუა, რა უნდა იყოს? უკეთესი რა უნდა იყოს? ვინაა დაჩაგრული ქვეყანაში, გააგზელეს საქართველოს ისტორიაო, კაცი მუშაობს, ხელებ დაგაბიცებულია დაუხურეს გადაცემა. გურამ ქართველიშვილს ეროვნულ კაცს, სულით ეროვნულ კაცს, გულით ეროვნულ კაცს, მოქმედებით ეროვნულ კაცს, რაები არ მოუგონეს და რაები არ გაუკეთეს. ესე იგი, აქ ბრძოლა მიდის, ესე იგი, კარგად თქვა გურამ ქართველიშვილმა, რომ ქვეყანას უნდა მართავდეს სული და საქართველოს, რომელსაც უნდა მართავდეს სული, მართავს ფული. ეს არის დამანგრეველი ამ ქვეყნისთვის. დამანგრეველი. ვიღუპებით და გვიხარია? ძალიან ძლიერი პოეტი იყო, ვინც ეს თქვა. ვიღუპებით და გვიხარია. აი ეს მდგომარეობა ქვეყანაში. გაშალეთ, რადგანაც გაშლა, ნახეთ პირველი გვერდები დღეს გამოსული გაზეთების. ფაშიზმი ეს, სიძულვილი ეს. თანაგზნობა ხო უნდა იყოს ყველას მიმართ, თანაგზნობა. ჯერ მოატყუეს ესენი ყველანი, ხო, რა თუნდა ხე, ჭიშკარი პრეზიდენტის იმას ისე მიატყვენ და ჩამოვარდა ისა ღობე. რა უშვებთ ამას ვინმე, რომ ჩამოვარდა უცბად. ყველაფერი იყო, იმათ უთხრეს, რომ ან რო შესულიყავი, ეს რომ ყველაფერი ყალბია, რო შესულიყავი, ეს პარლამენტზე არ გააკეთეს. იმაზე არის, იმიტომ რომ მოქმედი ვინ არის ეს მასხარა თანამდებობა გახდა საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტი, აი, თქვათ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რო შესულიყვნენ, იქ ყველა ოთახი დაიკავებიათ. ნუ რა იქნებოდა მე ან იმას ვირატვინი აქვს, ვინც ამას აკეთებს. ხო და აი რა მოხდებოდა მე, კაი შედი და დაიკავე ეს ადგილები. რა უნდა მომხდარიყო მე? რა შეცვლიდი იქიდან ქვეყანას, რომ მაგას ჯობდა რომ გეთქვა, რომ ძველი პრეზიდენტის შენობაში შევდივარ და იქ მივდივარ და იქიდან იქ იქნება ჩვენი შტაბი, ეს ჯობდა. მაგრამ ეს იყო შეთანხმებული, ეს იყო იმის ოპერაცია. ქვეყანას მართავს საქართველოში უშიშროება. ეს პოლიციური ქვეყანაა, ბატონებო. პოლიციური ქვეყანაა და იმიტომ გეშინიათ თქვენ ყველას. არ ვიცხოვრებ შიშით. დღეს თუ ოდესმე ჭირდებოდა თანადგომა ქვეყანას, დღეს ჭირდება თანადგომა. დღეს ჭირდება სიცოცხლის ფასად დგომა. ვიცი რომ ბევრია ასეთი განწყობით. მეც მათთან ერთად ვარ. სიცოცხლის ფასად. მე არ მინდა რომ ჩემს შვილს დაჭარი მამა ყავდეს. და მე არ მინდა რომ ჩვენი შვილები გარეთ მიდიოდნენ. მე მინდა რომ ამ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ. ტვინით გატენილი ადამიანებითაა სავსე ქვეყანა და ხელისუფლება გაივსო საპირისპირო იმით, უცოდინარებით გაივსო, არაპროფესიონალებით გაივსო. და ამას უკრავთ აშკა, ამას ვიწონებთ. გაანადგურა ბატონმა ბიძინევანიშვილმა, გაანადგურა ქართული პოლიტიკა აქცია ვაჭრობის ჩარჩულ მოედნად. ვაჭრობის ჩარჩულ მოედნად. მე მას ვთხოვდი და ვეუბნები, რომ თქვენ დაიწყეთ იმით, რომ გამოაცხადეთ. ვილაპარაკოთ არა ერთმანეთზე და ტელევიზიებით, არამედ ერთმანეთთან და პირდაპირ შეხვედრებით. საქართველოში ლაპარაკობენ ერთმანეთზე და არა ერთმანეთთან. ეს როგორ შეიძლება ეს რა არის? ნუ აი სული გაუგებრობა ხო არის რა? რატო უნდა გეშინოდეს ქართულ კაცს მეორე ქართველთან, ქართველი მეფეები? ესე იგი მტრად-ქცეული ერთმანეთისთვის სამთავროების ხელმძღვანელები, თავრები, მაგრამ ძლებოდნენ და საუბრობდნენ ერთმანეთთან. ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ამ ქვეყანაში, რომ ესე იგი პარტიული მისი პარტიისთვის ხარჯავს ფულსაც, ყველაფერს და არ აინტერესებს საქართველოს. ხალხი გმინავს გაჭირვებაში. თანამდებობაზე მხოლოდ მისი პარტიის წევრები, პირობები მხოლოდ მისი პარტიის წევრებს. ამიტომაა სირცხვილი დღეს ოცნების წევრობა. ისტორია ვიცი როგორ შეაფასებს ამას. როგორც ერთ ყველაზე ბნელ პერიოდს, ეჭვი არ მეპარება ამაში. იმიტომ რომ პროგრესი გაჩერდა ქვეყანაში. პროგრესი გაჩერდა ქვეყანაში. 800,000 დახმარებაზე 2 მილიონი ქვეყნის გარეთ წასული
და ქვეყანა გაივსო არაბებით, ირანელებით, თურქებით, მიწები გაიყიდა, შენდება ირანული სოფლები, თურქული სოფლები, ესე იგი არაბული სოფლები. კაცმა არის ის 6 მილიარდი, რომელიც მოდის იქიდან, რა უნდა აშენდეს, 2 მეჩეთი რო უნდა აშენდეს, თვითონ არაბები ამბობენ ამას. და კიდე ბევრი სხვა რამ. ნახეთ დღეს რა იმით არიან, ესე იგი რაოდენობით არიან არაბები ამ ქვეყანაში. ეს გვიხარია? აქეთ დაადიდეთ. კი ბატონო, აქეთ დაადიდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალა, რომელიც იტყვის, რომ 1-2 მოსვლის შემდგომ წადი რა გადადები, წადი ოპოზიციაში. 2 არჩევნები, მეტი არ უნდა იყო. თუ წესიერი ხარ, რა გეშინია? 13 წლის თავზე მიხვდა ბიძინა ამანიშვილი, რომ მოღალატეები ყოლია და აგენტები ყოლიაში. 13 წლის თავზე. 13 წელი დაჭირდება კიდე რაღაცა რო გაარკვიოს. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ ვიცნობ მე ამ ხალხს, ვინც არიან ხელისუფლებაში. ხო გაუშვეს ბევრი ვინმე, მე ყველას არ ვიცნობ, ვინც გაუშვეს. მაგრამ ვისაც ვიცნობ, ისინი გაცილებით ნაკლები კომბინატორები და კორუმპირებულები არიან, ვიდრე დატოვა ბიძინა ამანიშვილმა. ბიძინა ამანიშვილი ტოებს არა იმის მიხედვით, ვინ როგორი კორუმპირებულია, არამედ მისადმი როგორ არის განწყობილი. თუ არის მონა, მისი იპაროს, იყოს, მაგრამ თუ წავა მისგან, იმ წუთშივე და მას იარდეკი ექნება კორუმპირებულს და დაიჭერენ. ესეთი ქვეყანა გვინდა? ეს არის ფაშისტური. ეს არის პოლიციური ქვეყანა. სადაც უშიშროება მართავს ყველაფერს. ბრძოლა ყველაფერი ამის წინააღმდეგ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მაგრამ ხალხი ალბათ დარწმუნდა იმაში, რომ ვინც ამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არ უღალატა, ვინც არ გამდიდრებულა, ვისაც პოზიცია არ შეუცვლია, ვისაც თანამდებობას არ ჩამოკიდებულა, თანამდებობისთვის არ უბრძვია, ასეთ ადამიანებს ჭირდება მეტი ნდობა. უამრავია ასეთი ადამიანი. ფულისა და ძალაუფლების მოყვარულისაგან უნდა განთავისუფლდეს ხელისუფლებაც და უნდა განთავისუფლდეს ოპოზიციაც და ხალხმა უნდა გააკეთოს ეს. და ხალხის არჩევანი უნდა იყოს. ინტელექტუალური ხალხი უნდა ავირჩიოთ, ენერგიული ხალხი უნდა ავირჩიოთ, ესე იგი გაბედული ხალხი უნდა ავირჩიოთ და წესიერი ხალხი უნდა ავირჩიოთ. სხვა გამოსავალი აღარ არის უკვე. დრო არ მუშაობს ჩვენ სასარგებლოდ, დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ჩვენ ვინც დღეს რეალურად აზროვნებს და ამავე დროს თვლის, რომ ასე გაგზელება ქვეყანაში არ შეიძლება, ეს ხალხი არის ქვეყნის სიმდიდრე. არ შევშინდეთ. ხელები არ ჩამოუშვათ. იმ დღეს მოსულმა ხალხმა იმედი მოგცა ჩვენ. გაგიდა ვიღაცამ ეს გუნდი, მე არ ვიცი ვინ არის ეს და დრო ამას ყველაფერს დაარქმევს სახელს, მაგრამ მე გამყიდველიც მეწოდება და ვინც იყიდა ის ხალხი, ისიც მეწოდება. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ესე იგი ძალგეული ლიდერები, რომლებიც გააკეთეს ის, რაც გააკეთეს 4-ში. ვინც ბუქნაობთ ბიძინა ივანიშვილის დუდუგზე, თქვენ ყველანი ანტიკართულ საქმეს აკეთებთ, რომ ხალხმა რო არ დაგსაჯოთ, უფალი არ გაპატიებთ ამას. არავით არ უკან დახევა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩემგან ღალატი არ იქნება, მაგრად ვიყოთ.